საკითხებზე მეტი კვალიფიციური და პოლიტიკური მოტივაციებისგან დაცლილი მსჯელობის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეიძლება მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ გადაცემის პირველ ბლოკში. ჩვენი პირველი სტუმარია შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. მოგესალმებით, ბატონ შალვა, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და უპასუხებთ ჩვენს შეკითხვებს. ბატონ შალვა, პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მადლობა თქვენს ასევე. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ არჩევნების გადადება ყველაზე მეტად მართლ პარტიას არ აწყობს, რადგან პანდემია კიდევ უფრო მეტად ამომრჩევლის ჯიბეზე მომდევნო თვეებში აისახება და მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მეტი მოქალაქე იქნება ქართულ ოცნებაზე გაბრაზებული. თქვენ დღეს განაცხადეთ, რომ ხელისუფლება უკვე განიხილავს გადადებას. აი ბატონ შალვა, როცა არჩევნებზე მისვლით, დაავადების გავრცელების რისკი და აქტივობის შემცირების რისკი მაღალია, აი რატომ გონიათ, რომ ეს პირიქით აწყობს ქართულ ოცნებას? იმიტომ თეონა, რომ გაკოტრებული რეჟიმის უკანასკნელი თავშესაფარი არის კორონავირუსი. ეს აჩვენა განვლილმა პროცესებმა, იგივე დიდ პატივისცემ პოლიტოლოგებს, მაგრამ მღვდელს აილუე შეიძლება ისინი შეიძლება შეცდნენ პროგნოზებში, თუმცა იგივე ქალბატონ სახალხო დამცველის მიმანიშნებელი განცხადება, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში ეს გეგმები სერიოზულად იხილება და ეს ქალბატონი ასევე გახლავთ ბიძინას პირადი არქიტექტორის ქალიშვილი, აი ვინც დენდროპარკი მოაწყო ცნობილი მამამისის შემოქმედება. სახალხო დამცველს ადანაშაულებ ბატონ შალვა, მხოლოდ სახალხო დამცველს არ უთქვამს ეს არასამთავრობო სექტორში ეკა გიგაურმა, სულხან სალაძე, მიხელ ბენიძემ, ბევრმა დაწერა, რომ არის საფრთხე. მოკლე შეკითხვები დასვით, თეონა, ასე გამოსვლებს თუ გავაკეთებთ, ორ ხმაში მოგვიწევს ლაპარაკი. სხვებმაც თქვეს ეს, მაგრამ ზოგი შეცდა გულწრფელად ამ შემთხვევაში, ხოლო ზოგი პირდაპირ სტოვარია. ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების თვითონ ახლა ოლიგარქი ამას ვერ გამოაცხადებს და ვერც თალაკვაძე და ვერც დინარაძე და ვერც კობახიძე, რადგანაც მიიღებენ რისხვას არა მარტო ჩვენი ხალხის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრების, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როგორც ჩვენს ხალხს, ეს ხელისუფლება აღარ ნახოს სამთავრობო კაბინეტებში. ამიტომ ეშინიათ თვითონ ამის გამოცხადება და ცდილობენ საზოგადოებრივ აზრის მომზადებას. აი დაახლოებით როგორც ის იყო, ხო, გახსოვთ ამბოხებული მაჟორიტარები, ხუნდაძე, ბაჩი, აგვარია, ბერაია, რო ამბოხდნენ და თურმე ბიძინას გარეშე მოინდომეს კონსტიტუციური რეფორმების შაგდება და სხვა. აი ესეთ ვარიანტია დღეს ქალბატონი ლონჯარია და მისი მსგავსნი, მაგრამ არაფერი არ გამოა. არჩევნები არ გადაიდება, ვერ გადადებენ, ამას მოხდება რისხვა ჩვენი ხალხის და მოხდება სერიოზული სანქციები საერთაშორისო თანამეგობრობიდან და არჩევნების ჩატარებით რო წააგებენ ეს გარანტირებულია, ეს კარგად იციან, მაგრამ თუ გადადეს არჩევნების წაგებაზე უარესი რამ დაემართებათ. იქნებიან ლუკაშენკოს და აი ყირგიზეთის პრეზიდენტის მდგომარეობაში, რომელიც გაიქცა ახლომდებარე დღეში ამასწინათ, იქ მოხდა რევოლუციის რაც უკავშირდებოდა. ბატონ შალვა, ნინო ლომჯარია საუბრობს რისკებზე. ბატონ შალვა, თქვენ როგორ აფასებთ ხელისუფლება როგორ მართავს პანდემიის პროცესს? თქვენ ფიქრობთ, რომ არის გარანტია, რომ კენჭისყრის დღეს ადამიანები იქნებიან უსაფრთხოდ? ბევრ კითხვაზე ჯერ კიდე არ აქვს პასუხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. რომ რისკებზე საუბარი ბუნებრივია. მოდით გლობალურად მივუდგეთ საკითხს. კაცობრიობას რომ აეღო აქცენტები ვირუსების, გრიპის და ინფექციების გავრცელების მიხედვით თავისი განვითარებისათვის, ხო? მოგესწრებათ ანტიბიოტიკი ფლემინგმა აღმოაჩინა 1928 წელს. 1928 წლამდე პანტაპუნქტით იხოცებოდა კაცობრიობა სხვადასხვა ინფექციური დაავადებით. ათეულობით ინფექციური დაავადება მიჰყავდა უდროოდ მილიარდობით ადამიანი, მაგრამ ამის მიუხედავად საარჩევნო დემოკრატია შედგა. სწორედ იმ პერიოდში მოხდა ჯორჯ ვაშინგტონის არჩევა, ჯეფერსონის არჩევა, ამერიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება, საფრანგეთის რევოლუცია, არჩევითი დემოკრატია, სწორედ მაშინ დაატრიალდა 20-იან წლებში ისპანკის ეპიდემია, რომელმაც შეიწირა 100 მილიონი ადამიანი, მაგრამ არც პირველი მსოფლიო ომი გაჩერებულა ამით. 3 იმპერია დაემხო: ოსმალეთის იმპერია, რუსეთის მეფის იმპერია, ავსტრო-უნგრეთის იმპერია
და საბოლოო ჯამში კაცობრიობამ გააკეთა გიგანტური ნავთობი, ანუ სანამ ადამიანი იარსებებს, მის გვერდით იქნება ინფექციები. ეს ინფექციები ზოგჯერ დამთავრდება რთული შედეგით, ზოგჯერ საშუალო შედეგით, ზოგჯერ ვერც გავიგებთ ისე ჩაივლის და როგორ შეიძლება ახლა ამის გამო პოლიტიკური პროცესების გადადება, არჩევნების გადადება, ერთადერთი ახსნა ამას აქვს ძალიან მარტივი. გარანტირებული წაგება აქვს იციან და ეხლა ჯერ აღმოაჩინეს ის რაღაცა დავით გარეჯის რუკები, რის თაობაზე თელა მსოფლიო მიცოდა, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია, რა არ უკანონდა მაგას და ამათი მმართველობის დროს შემოვიდნენ უცხო ქვეყნის ჯარები და დაიკავეს ის ტერიტორია. აი ბატონო შალვა, რომ კი რადგან გადახვედით დავით გარეჯზე, კითხავთ, აი კი გარეჯზე მინდა კითხოთ რა რადგან გადახვედით. კი ბატონო დაასრულეთ და კითხავთ მაშინ. ხო და არ გამოვიდა დავით გარეჯის პირი ჩაუვარდათ, იმიტომ რომ სრულად არ გამაჯერებელი და სისულელია, რომ კარტოგრაფებმა ვიღაცას ტერიტორია გადასცეს, არამედ ტერიტორია დაიბრუნეს. ასეთ რომ კაცობრიობას არ ახსოვს. კარტოგრაფი რაღაცას ხაზავს, ადგენს, ის შეიძლება შეცდეს, მაგრამ ყველაფერი მის გადაწყვეტილება სჭირდება რატიფიცირება უმაღლეს დონეზე, რომ შედეგი ჩაითვალოს იურიდიულად დამდგარად. ეს ჩაუვარდათ და ეხლა უკვე აი ამ საკითხს მიადგნენ და ორ კვირით ადრე არჩევნებამდე აკეთებენ ზონდირებას ადამიანებისა იმისათვის რომ აბა ხო არ დავარწმუნებთ და დავაპანიკებთ. ეხლა რაც შეეხება მთლიანად ეპიდემიურ პროცესს, შეიძლება მას ხელისუფლების ასპექტში დავარქვათ დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა და უფრო მეტიც ანგარება და მომხოჭველობა. მე ძალიან მაინტერესებს საწავი და რამდენიმე მილიარდი დოლარი, რომელიც შემოვიდა ეპიდემიის შედეგების დასაძლევად, თუმცა ვიცით საწავი და ასეულობით მილიონი ჩაერიცხა კალაძე, მამაცაშვილი, ივანიშვილი სამშენებლო ფირმებს. ანუ ბატონო შალვა, თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება უპასუხისმგებლობით იქცევა პანდემიის მართვის პროცესში, შესაძლოა არის რისკი კენჭისყრის დღესაც, თუმცა მიუხედავად ამისა, საარჩევნო პროცესი არ უნდა გადაიდოს. მიუხედავად იმისა, რომ რისკი კენჭისყრის დღესაც შესაძლებელია იყოს. არა, საარჩევნო პროცესი რო არ გადაიდება, ეს ისეთივე რეალობა, როგორც თქვა, უსარკოთ, რომ ივანიშვილი საკუთარ ყურებს ვერ ნახავს, რაზეა საუბარი. რა იმაზე ლაპარაკობენ, პარტია მოაწყო გუშინ ბათუმში შეკრება, ეხლა იქ ჯერ ერთი პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვს მოაწყოს შეკრება და არცად არ არის რეგლამენტირებული ნიღაბის სავალდებულო ტარება და ნიღაბის საერთოდაც არ არის ხსნა და გზა. ხელების დაბანა და ძლიერი იმუნური სისტემა არის გარანტირებული ინფექციის. თუმცა თავარი რეკომენდაცია არის დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება. დისტანცია არ იყო დაცული და პირბადები არ ეკეთათ იქ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო შეკრება არ არის აკრძალული. კი ბატონო შალვა, ამის თქმა გსურდა, თუმცა დისტანცია უნდა დაეცვათ, აი არ მალაპარაკებ ისევ. დისტანცია უნდა დაეცვათ, მიღბები უნდა გაეკეთებიათ, სიცხე უნდა გაეზომათ 10,000 ადამიანისათვის, რომლებიც ამზაფხულ მიყარეს ივანიშვილის დენდროპარკის სანახავად. იყო ჭყლეტა რიგები და უბედურება და ჯერ კიდევ არავინ არ იცის მეორე ტალღის აი ესეთი სიმწვავე ხომ არ უკავშირდება სწორედ აი დენდროპარკს, სადაც მთელი საქართველო იყო ჩასული, რომ ენახათ აი ჩვენი ხეებისგან დათხრილი ივანიშვილისათვის პირადი წალკოტის კი ბატონო, დენდროლოგიური პარკი შეახსენეს დღეს მმართველ გულს. კი მაგრამ აი ასეთ ფონზე ბატონო შალვა არ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია აი იცით რა მინდა კითხოთ, აი ასეთ ფონზე არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციასაც მოუწევს ამომრჩევლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება, ბატონო შალვა? რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველა, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ორ კვირაში უნდა მოვიცილოთ. ვერანაირი კორონა, ვერანაირი ვირუსი და ბაქტერია ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, გენეტიკურად გამძლერივად ჩვენ ყველაზე მეტს დაგვიშავებს ბიძინა ივანიშვილი თავისი გაუმაძღვრობით და თავისი მომხოჭველური ნიჭით, რაც უნდა ორ კვირაში ჩავაცხლოთ და დამეწმუნეთ კორონა როგორც მოვიდა, ისე წავა, მაგრამ ივანიშვილს თუ კაი პანჩური არ ამოარტყით, ასად არ წავა. ბატონო შალვა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ან აირჩევთ პატრიოტებს, ან აირჩევთ მტრებსო, ან უკვე გამოჩნდა პოლიტიკური ლიდერშიპის мотиваცია ღარიბაშვილის განცხადება მოქალაქეებისთვის ორპოლუსიანი, არა, დავასრულებ თუ შეიძლება, ორპოლუსიანი არჩევნების შეთავაზებას გულისხმობს. აი თქვენ თავს იკავებთ სააკაშვილის კრიტიკისგან, მაგრამ ბოლოს ეს ზავი თქვენ შეიძლება ითქვას დაარღვიეთ, გააკრიტიკეთ. არჩევნების მოახლოება და კონკურენცია იყო ამის საფუძველი თუ სააკაშვილმა დამატებითი არგუმენტები მოგცათ თქვენ? საერთო ჯამში თეორია ოპოზიცია შეთანხმებული ვართ, რომ ივანიშვილი უნდა დამთავრდეს ორ კვირაში. ამ საკითხზე არანაირი უთანხმოება და კამათი არავისთან არ მაქვს, არც სააკაშვილთან, არც სხვა კონკრეტულ პარტიებთან და ლიდერებთან, მაგრამ პროცესში, თვითონ საარჩევნო პროცესში არის
გაუგებრობები ამაში გარკვეულ როლს ასრულებს მოუსვენრობა ბატონი მიხეილის მოგეხსენებათ ჩქარია ემოციურია შესაბამისად ზოგჯერ ესა თუ ის განცხადება იწვევს ნეგატიურ შედეგებს მთელ პროცესზე ან შეიძლება გამოიწვიოს ამიტომ ხდება საჭირო ზოგჯერ შიგ და შიგ შეხსენება იმისა რომ სერიოზულ პროცესში ვარ და მას ჩემ თავსაც ვახსენებ მე ძალიან ხშირად სერიოზულ პროცესში ვარ და მეტი სიდინჯე გმართებს განცხადებებსა და მოქმედებებში და მეტი ურთიერთმოფრთხილება გმართებს. ეხლა არ შეიძლება შალვა ნათელაშვილი წერდეს თავისი ხელით ეგზიტ პოლებს და რეიტინგებს სააკაშვილისთვის ან ლელოსთვის ან ვიღაცისთვის. ეს არ შეიძლება. უნდა თავი შევიკავოთ, მით უმეტეს ვიცით ვირისი მაგნისი ვარ, მე ძალიან კარგად ვიცი 25 წელია ვინ წერდა ჩემს რეიტინგებს და ეგზიტ პოლებს და ვის გამო მოხდა ის რომ ჩვენ პარლამენტში ვერ შევედით ამდენი ხანი რის გამოც ოლიგარქია მოვიდა ხელისუფლებაში და თვითონ იმათ ამოკრა პანჩური ვინ ჩვენ ვიწერდა ესე გაყალბებულ რეიტინგებს და ეგზიტ პოლებს ამიტომ ეს ძალიან კარგად ვიცი და ვიღებ ზომებს იმისათვის რომ ვინმე რამეს სისულელი კიდევ ვერ გააკეთოს და საბოლოო ჯამში მე მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ პარტიას ყველა ოპოზიციურ ტელევიზიას და ხელისუფლებასაც მოდით უარი ვთქვათ საქართველოს დაუგრუპებელ ეგზიტ პოლებზე რომელიც მზადდება ყველა პარტია ამზადებს ყველა ლიდერი ამზადებს თავის ეგზიტ პოლს ყველა ტელევიზია ამზადებს თავის ეგზიტ პოლს იქნება სული ვაკხანალია რომ ვეღარ გუშველის კორონა საწინააღმდეგო ვაქცინაც კი ამიტომ 8 საათზე 31-ში არავინ გაბედოს ეგზიტ პოლის გამოცხადება იდება მილიონები ამ ბინძურ საქმეზე მოდი ეს მილიონები ჩვენ შერ ხალხს ჩვენს ავადმყოფებს რეანიმაციაში ყოფილს დაურიგოთ აი იქნება ეგზიტ პოლი და გამოაცხადოთ ის რასაც დათვლის კომისიები ღამის 12 საათამდე მადლობა ძალიან დიდი მადლობა მეორე დღეს გინდა ეგზიტ პოლი გამოაცხადონ იმათ თავდაყირა დადგნენ ძალიან დიდი მადლობა ბატონ შალვა რომ იყავით ის ამბების სტუმარი შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს ვემშვიდობებით მას და გადავდივართ ახლა ლევან თარხნიშვილთან ის ევროპულ საქართველოს წარმოადგენს ბატონ ლევან პირველ